საღამოშვიდობისა დღეიდან 6 წლიანი პაუზის შემდეგ ახალ ამბებს 9 საათზე ისევ მე ნათია ლაზაშვილი გაგაცნობთ. ყოველ დღე ჩემს კოლეგებთან ერთად შევეცდები მოგიყვეთ ამბები, რომელიც ნამდვილად ხდება ქვეყანაში. მას სასახელოვნურად შექმნილი პრობლემების მიუხედავად მეცხრე არხი იწყებს თავის საცდელ მაუწყებლობას. ნახეთ სად და როგორ შეძლებს ჩვენს ყურებას, რა გავა პირველ ეტაპზე ეთერში და როგორ იქნება რამდენიმე თვეში მეცხრე არხის სრულფასოვანი სახე. ახალი ამბები კვირაში 7 დღე და დღეში 24 საათი. ასეთ რეჟიმში იმუშავებს მეცხრე არხი პირდაპირ ეთერში. დასავლეთში დანერგილი ტექნოლოგიები პირდაპირ გადმოვა არხის ნიუსრუმში. ეს ნამდვილად იქნება ახალი სიტყვა ქართულ მედია სივრცეში, იმიტომ რომ ამ არხის ფორმატი გულისხმობს იმას, რომ ეს იქნება საინფორმაციო არხი, სადაც ახალი ამბების კეთების პროცესი ნიუსრუმში მიმდინარეობს ნახევრად ავტომატიზირებული სისტემით, დასავლეთში ეს უკვე აწყობილი სამენეჯმენტო სისტემაა და ჩვენ ამერიკელ კოლეგებთან ერთად ამას განვახორციელებთ საქართველოში. სოფლიოს წამყვანი ტელევიზიების CNN-ის, MSNBC-ის, ABC-სა და BBC-ის ნიუსმეიკერები მეცხრე არხზე 2 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. დერვინ ჯონსონი და რაილინა ფილდსი. I remember everyone saying at CNN, or everyone saying about CNN. მახსოვს, როცა CNN-ის კეთებას ვიწყებდით, ყველა ერთი და იგივესი მეორებდა, რომ არაფერი გამოგვივიდოდა, რომ არავინ უყურებდა ახალ ამბებს კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში, მაგრამ გამოგვივიდა. მეცხრე არხზე რასაც ვხედავ არის ის, რომ ეს არხი CNN-ის გზას იმეორებს და წარმატებულიც იქნება. CNN in the United States. I think you guys are very polished. ამ პერიოდის განმავლობაში მე დიდ პროგრესს ვხედავ თითოეული ჟურნალისტის თავდადებას თავისი საქმისთვის. მე ვფიქრობ, მედია სივრცეში ეს მართლა სერიოზული განაცხადი იქნება. 24 საათიანი ახალი ამბების რეჟიმში არხი ზაფხულიდან გადავა. მანამდე კი არხი ეთერში შეზღუდული ფორმატითაა. ახალი ამბები 3 და 6 საათზე, მთავარი გამოშვება კი 9-ზე. 10 საათზე გოგი ახალტაცის თოქ-შოუ პირდაპირ ეთერში. იგეგმება ასევე თოჯინური ფორმატის პოლიტიკური სატირის დაშვება. საეთერო დროის დარჩენილი ნაწილი პირველ ეტაპზე დოკუმენტური და მხატვრული ფილმებით შეივსება. 7ჯერ საბაჟოზე ჩვენ ტექნიკური საშუალებების შემოტანისას განადგურდა სატელევიზიო ტექნიკა, რომელიც მეცხრე არხის მაუწყებლობისთვის იყო საჭირო. უახლოეს პერიოდში შევძლებთ ტექნიკური მოწყობილობების შემოტანას, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ უკვე ზაფხულში სრულყოფილი მაუწყებლობით, სრული ფორმატით გავიდეს მეცხრე არხი ეთერში. სრულ დატვირთვამდე ეთერს 12 საათიანი გამოშვება დაემატება. საცდელი მაუწყებლობით მეცხრე არხი ეთერში ყოველდღიურად 15 საათი იმუშავებს. დილის 12-დან ღამის 3 საათამდე. სრულ ფორმატში არხი ზაფხულიდან იმაუწყებლებს.